მეორე დღეა მარინ ლეპენი ყველაზე განხილვადი სახელი და გვარია, არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ფართოდ ევროპაში. მიზეზი ფრანგული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებაა, რომლითაც ევროპარლამენტის ფონდების გაფლანგვის გამო ულტრამემარჯვენე პოლიტიკოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეგრძალა. შეზღუდვა 5 წლიანია. ჩვენ ამას ველოდით და ამის იმედიც გქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სასამართლომ ეს ვერდიქტი გამოიტანა. არ არსებობდა მიზეზი, რომ ასე არ მოქცეულიყო, როგორც ეს სხვებთან მიმართებით გაკეთდა. შოკის მომგვრელია ის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, მაგრამ არსებობს ჯორდან ბარდელა. ნახოთ. ეს გავს იმას, რაც რუმინეთში ხდება. გაკვირვებული ვარ, რადგან მოსამართლეებს სუდად ეჩვენებინათ, რომ დამოუკიდებლები და ძლიერები არიან. ამავე დროს გასაოცარია, რომ მოსამართლეს შეუძლია იმის გადაწყვეტა, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ვინ არა. სასამართლოს მიმართ პრეტენზიები პარტია ეროვნულმა გაერთიანებამ მალევე გამოხატა და გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა. მარინ ლეპენის განმარტებით ამ გზით მოწინააღმდეგე ძალები მას 2027 წლის არჩევნებში გამარჯვებაში უშლიან ხელს. რადიკალ მემარჯვენე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად სწორედ ის განიხილებოდა, როგორც ეს 2012, 17 და 22 წლებში იყო, თუმცა ამჯერად ევროპაში არსებული კონსერვატიული ტენდენციების გათვალისწინებით გამოკითხვები მას მეტ წარმატებას ჰპირდებოდა. ყოველ შემთხვევაში პირველ ტურში. სისტემამ ატომური ბომბი მოქმედებაში მოიყვანა და თუ ის ჩვენს წინააღმდეგ ამ სიძლიერის იარაღს იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არჩევნებში გამარჯვების შანსები გვაქვს. ყველაფერი, რასაც ცდილობენ, უშედეგო არის, გამოც შესაძლოა სხვა გზებსაც მიმართონ. მათ სკანდალური მანევრით მოგვბარეს არჩევნები. ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას ფრანგებს საპრეზიდენტო არჩევნები მოსტაცონ. ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ფრანგი ხალხის უფლებას, რომ ხმა მისცენ მათ, ვისაც სურთ. ქვეყანა უხვევს მისი პრინციპებიდან, ღირებულებებიდან და ვინც დღეს კანონის უზენაესობაზე საუბრობს, რეალურად ისაა, ვინც მას არღვევს. თუ პოლიტიკური ლიდერების მოსამართლეები გადაწყვეტენ, ვის მისცეს ან არ მისცეს ხმა ფრანგმა ხალხმა, ეს აღარაა დემოკრატია. ჩვენ მშვიდი და დემოკრატიული გზით დავიცავთ ჩვენს უფლებებს. საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საერთაშორისო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ეროვნული გაერთიანების 20-მდე წევრს ბრალი დასდეს ევროპული პარლამენტის სახსრების ბოროტად გამოყენებაში. შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ მიზეზით პოლიტიკოს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 100,000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ 2 წელი პირობით სასჯელად, 2 კი შიდა პატიმრობად განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე ძალაში ვერ შევა. ამას კი შესაძლოა წლებიც დასჭირდეს. ამიტომ ულტრამემარჯვენე პარტია მთავარ დარტყმას სწორედ საარჩევნო შეზღუდვას განიხილავს. თუმცა რადიკალური შეხედულებების პარტიის ლიდერმა გეგმა ბეზე უკვე იფიქრა. მისი სახელი ჯორდან ბარდელაა. ლეპენის ნაცვლად ეროვნული გაერთიანების საარჩევნო ბანერებს სავარაუდოდ სწორედ ის დაამშვენებს. ახლა არ არის უკან დახევის დრო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეგვიშლის პოლიტიკურ საქმიანობაში მილიონობით ფრანგის მოლოდინების გამართლებაში, ისინი არა მხოლოდ ცუდად გვიცნობენ, არამედ ცუდად იცნობენ მარინ ლეპენს. ვფიქრობ, რაც ხდება სამარცხვინოა საფრანგეთისთვის და ახდენს მის დისკრედიტაციას, როგორც ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ორიენტირებული რეპუტაციის მქონე ქვეყანას. რაც გააკეთებს ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ევროპული კომისია თუ უნგრეთში ვიქტორ ორბანი სასამართლოს აუკრძალავს მთავარი ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას არჩევნებში. ვფიქრობ, ევროკომისია დაიწყებს გამოძიებას და დაემუქრებოდა უნგრეთს კანონის უზენაესობაზე თავდასხმის გამო. მე ვარ მარინი, ასე გამოეხმაურა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. მის სოლიდარობას ლეპენის მიმართ იზიარებენ სხვა მემარჯვენე პარტიები ევროპაში, რომლებიც ფრანგული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. სახლში კი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოუწოდებენ შეიწყალოს ლეპენი, რათა მან მოახლოვებულ არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს, თუმცა თავად ლეპენი აცხადებს, რომ მაკრონისთვის შეწყალების თხოვნას არ აპირებს. პრეზიდენტს სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებები ჯერ არ გაუკეთებია.